საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აგრარული უნივერსიტეტის რექტორს და სატყეო მიმართულების მეცნიერებს შეხვდა. მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად სატყეო პროექტი განიხილვა და საკითხის შესახებ მათი მოსაზრებებიც მოისმინა. შეხვედრაზე სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებით სამინისტროსა და აგრარული უნივერსიტეტის შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებიც განისაზღვრა. აგრარულ უნივერსიტეტში შედგა სატყეო კოდექსის პროექტის განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ განხილვაში მონაწილეობა მიიღო სატყეო დარგის მეცნიერებმა და პროფესორებმა და სადაც განიხილეს ყველა ის აქტუალური საკითხი, რაც აუცილებელია ტყეების მდგრადი განვითარებისათვის. ეს ჩვენ აგრარულ უნივერსიტეტში ვიყოფებით იმისთვის, რომ აქაურ სტუდენტებს გავაცნოთ ეს ტყის პროდუქცია. ბიზნეს შემთხვევაში ეს არის სწორედ იმ კადრების სამჭედლო, რომლებმაც უკვე მომავალში უნდა იმუშაონ ამ ჩვენ სექტორში და შესაბამისად საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება სტუდენტებისთვის ამის დაცვა, მათ მიერ გარკვეული გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება.